რა შოობით ბიჭო რას? 2 წელი შაურმა გამეიძახით მარტო? მე არ მინდოდა? მე ისა ბიჭო რა იყო ბიჭო რა გაგახელა და გაგაცოფა ახლა. ახალი გახსნილია ისა შაურმედა ნუ დავახურიებთ იმ კაც ახლა რა იყო? ხო გამოვარდ 2 წელი კაცო რა იყო? კაი, მეიცადეთ, მეიცა 2 წელი მაშინ. რა გინდა ვი? არაფერი. რა გაჩხიკორებულ კაცი რა მე რო ამართვებ ახლა შაურმა გაგდედა ბიჭო გადამრეს ეს. რეგავსი ტელეფონი უპასუხე იმას. რა იყო კიდო კი არ გაცლის ახლა. ხო, ჰალო რა იყო? მითხარ. ჰალო. რა შვები? რა უშვები და მასე ვარ, რა ქვია, აგერ ჩაწერაზე მაქვს იმის რა. ის ჩაწერაზე ხარ? ჩაწერა იმას რო ვაკეთებთ, კაცო, დაგემოვნებას თუ დეგუსტაცია. აი რა შჭირშე ბიჭო, ერთი ვერ გევიგე მე. აბა რისთვის გავაკეთე ამ ხელაქვაბით საჭმელი? უნდა გადავასხა იმ ხელაქვაბი ბორში, ახლა თუ რა გინდა, ვერ გევიგე. მაცალე, კალო, რა უნდა მომითხარო, ნერვები. დამრს ბიჭო ეს. რა იყო რა უნდა? ტელეფონებზე გადიშული გავთქმა? კი. კი. აგირეკავთ, იცოდეთ. აი, მაშინ ვიწყებ. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. მოკლედ ბევრი ვიფიქრეთ მე და ჩემმა მეგობარმა ბიჭოიამ დღეს რაზე გაგვეკეთებინა ჩვენი ეგრეთ წოდებული ის რა ქვია მუკბანიანი არა ლიბარტელიანი რა მუკბანგი ბიჭო რა იყო ბიჭო რა ჩამორჩენილი კაცი ხარ ბიჭო ჯიჯიკია ბიჭო რა იყო ბიჭო ეს არის ახლა მოდაში რა ეს უნდა თქვა ეს სიტყვა რა მარტო უტროვებ და მუკბანგი და არ ქვი დეგუსტაცია გასინჯე რაღაცა ადამიანურა რა ძველმოდური კაცი ხარ ძველმოდური 13 საუკუნის მოკლედ გადავწყვიტეთ მე და ჩემმა მეგობარმა ბიჭოიამ რომ გაგვეკეთებია დეგუსტაცია მუკბანგი გაგვეკეთებია შაურმასთან დაკავშირებით და მოდით ერთად დავაგემოვნოთ დასავლეთის შაურმა. კი ბატონო, დავაგემოვნოთ. ხო. აბა დავაგემოვნოთ. აბა. აჭერ არ მითხარ. გერყვი ვერ ვიტმენ. ტყაჩინის ღორია, მო. უეჭომელი ტყაჩინის ღორია. არა? ჯერ პატრიკეთის ღორია, იმიტომ რომ მაგენი ახლოს ხوارი ერთმანეთთან და უცებ ამერია გემოვნური იმეთი გავს ერთმანეთს. კი. უზღოდა შორის შემომიჭიგია მინდა გითხრა რომ ფასიც ვიზუალურობასთან შედარებით საკმაოდ დიდია. და ვიზუალურობასთან შეფასიც ძალიან მისაღები და ნორმალურია. რა სამო ბიჭო ჯიჯიკია შენ ეგი ქუთაისში ხის ბიჭო 9 ლექტორე სხეთას რო გამოცდები თბილისში შემოსასვლელიდან ამის ფასები 15-20 ლარს არ მოგაკარებს რა ვაგეკადრება რა ვაგეკადრება აბა ჩემო ბადივჩემულო მაყურებლებო მე მინდა გითხრათ რომ ჩვენი სპონსორია დალის კომპოტი კბილი როგორც კორკოტი აშია საქმე აბარაგონი კარგია აი მარტო მომეწონა მე ის ძალიან გაგვიძია ვიცი შე მობუდგუნებული ხარ რაღაცა შენდა რა ვქნა ბიჭო რა გავაკეთო დაბადების დღე ქორწილი მუკბანგი ქორწილი დაბადების დღე რა ვქნა გავწუხდი ნო კაი გასაგები მოკლედ რა შეეხება ახლა ამ იმას აქვია შაურმას მოკლედ ისეთი მინდა ჩვენს მაყურებელს უთხრა რომ ისეთი გემრიელია რომ 4 შაბათს და პარასკევსაც რო ჭამნოთ მარხვის დარღვევაში მაინც არ შეგეთვლება ხო არა მართლა გემრიელია შენ ხო გახსოვს მიდია ჩემი რო შაურმას ახლა ახლა დადიმნაირი მართლა არა ის ბებია შენი საუკეთესებში რა დაპიწყინებ ნეშოია შაურმას რო გააკეთებ და მე იმის გემო ჩემში ვერიდან არა მოდი ახლა
ნელ-ნელა გავიდეთ ბოლოს კი რა მე აღარ შემიძლია ამის ჩამაძრო დაჭამ მევედი და ბიჭო შენ რა კაცი ხარ გამაგები მუკბანგი გაგერ და სახში ნაჭამი მოდი ხარ სახლიდან ბიჭო ბიჭო არ ვი მე ვიფიქრე ახლა ხალხის წინაშე და თელი ინტერნეტში უცეგიყურებს ხო და იქ ჭამას ვარ დავიწყებ მე თქვი და გლიგე ხარჩენა ხრიბე უცმა კაი ბიჭო გაჩერდი და მუკბანგი რო სახლში რა კაცი ეს ტელეფონი ნახა ხო ალო კენარ ხო ველა გიზმენ კი კაცო ჩვენ ზაგერ ვართ ახლა მაგ ამბავში ვართ რა მუკბანგი გვაქვს აგერ ხო შაური კი კაცო არა რას ლაპარაკო კაი გასაგები ისე გენაცვალოთ შევით რაი რა უნდა გელა იყო რა უნდა მე 20 კაცზე მაგ მუკბანგი გაშლილიო ხო და არ ვიწყებ თუ თქვენოთ გადაღებას მე სასვლელები ყოფილიყო უკვე უნდა გევიდე მე ზმო შენ უნდა გახვიდე კი რა ჩვენ უნდა გევიდე ბიჭო გელას მე უარს არა ბიჭო წამოდი თუ კაცი ხარ წამოდი კაც 20 კაცზე ერაიას გადამტერება და კარი არა ზმო 20 კაცზე მუკბანგი ის კი არა რაღაც რა გამოგვიწერეთ მეგობრებო